და 19 ოქტომბერს მირეკავს ბექა ბასილაია ისევ და აქ უკვე იმდენად ამაყივარ 2012 წლის 19 ოქტომბერია და დარწმუნებული ვარ რომ ვერაფერს ვეღარ მეტყვის ეს ადამიანი უკვე ახლობლებთანაც თამამად ვლაპარაკობ რომ უნდა წავიდე და ჩემს მეგობარს ვთხოვე რომ გამომყევი მეთქი მივიდეთ რა უნდა ამ ადამიანს დაგიბარათ ისე? დამიბარა 19 ოქტომბერი იქ მუშაობს ჯერ იქ მუშაობს დიახ და წავედით ადვოკატი მინდა მეთქი რა რომ აი ესეთი პროცესები იყო ესეთი პროცესები და მოდი მეთქი ახლა მივიდეთ ბექა ბასილაიასთან მეთქი რა და წავედით მე და ჩემი მეგობარი ჩემი ადვოკატი მივედით ბექა ბასილაიასთან და $420,000 ნაცვლად მივიღე შემოთავაზება $1 მილიონი რომელსაც თუ თანახმავ იქნებოდი მაშინვე ავიღებდი და გამოვიტანდი საქართველოს გენერალური მთავარი პროკურატურიდან ყველა საქმე შეწყვეტილი იქნებოდა არაფერი აღარ იქნებოდა ოღონდ ეს საქმე არავისთან ნათქვამი არ უნდა ყოფილიყო ვერ გავიგე კარგად მოდით აბა ახლა კარგად მოყვეთ თუ შეიძლება 400 არა მე აღარ უნდა მიმეტანა ერთი წუთი $420,000 ნაცვლად რას ნიშნავს? მე რაც გადავიხადე გრემის კულტურის სახლში ნაღდი ფული, მაშინ უკვე გადარიცხული იყო გრემის 700,000 ლარის ეკვივალენტის დოლარი, თანხა და მათ რაც ზარალი მომაყენეს ეს $420,000 რეალურად ამ ბექა ბასილაიას ჩართულობის პროცესში. დიახ. ამის ნაცვლად ისინი მთავაზობდნენ $1 მილიონ აქეთ ქეშად მოგცემთო? მოგცემთ ეხლაო? ეხლაო თუ მერეო? არა, ეხლავე მოგცემთო. ეხლავე მოგცემთო? და ხმა აღარ ამოიყო არაფერზე, აღარ გააპროტესტო არაფერი და ჩვენი მხრიდან იქნება ყველაფერი შეწყვეტილი, სანამ მოვა ახალი ხელმძღვანელი. სანამ მოვა ახალი, ესე ხდება 19 ოქტომბერს.